მე-9 საუკუნით დათარიღებული ეს სახარება ეროვნულ არქივში დაცული უნიკალური ხელნაწერებიდან ერთ-ერთი უძველესია. 4 თავში შემორჩენილია ლუკას სახარების ნაწილი. მათესა და მარკოზის სახარებებმა კი ჩვენამდე ვერ მოაღწია. ძველ საბუთთა განყოფილების ხელმძღვანელის მანანა ჭუმბურიძის განცხადებით, სახარება საცავში 1945 წელს სანქტ-პეტერბურგის ბიბლიოთეკიდან ჩამოიტანეს. როგორც ხელნაწერის მინაწერებიდან ირკვევა, 4 თავი გარკვეული პერიოდის განმავლობაში ტაო-კლარჯეთის მონასტერში ინახებოდა. არასფერი მელი ეტრაცია შესრულებული, თამაშოების გრაფიკები შესრულებულია წითელი მელნით და აქვს უბრალო მარტივი სახის შემკულობა ეს გახლავთ გოლგოთას ჯვარი, რომელიც შესრულებულია წითელი და შავი მელნით. ეროვნული არქივის პროექტი კვირის დოკუმენტი საინტერესო და მნიშვნელოვანი გამოცემების, ფოტო თუ აუდიო მასალისა და ხელნაწერების საზოგადოებისთვის გაცნობას ითვალისწინებს. წამოწყების ფარგლებში უკვე 20-მდე უნიკალური ნაშრომის ისტორია გაშუქდა. ეროვნული არქივი ყოველკვირად არჩევს ერთ დოკუმენტს და აწყვეტს საზოგადოებას, რათა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს აქ დაცული საგანძური. ამ პროექტის ფარგლებში უკვე გამოქვეყნდა 20-მდე დოკუმენტი, როგორც წერილობითი, ისე ფოტომასალა, აუდიო და კინო დოკუმენტი. დაინტერესებულ პირებს ეროვნული არქივის პროექტის გაცნობა დაწესებულების საიტზე და სოციალურ გვერდზე შეუძლიათ.